მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა რომ დაშვით ახლა. გვაინტერესებს რა ტენდენციები აქვს ეს ეკონომიკაში და ინფლაციის მაჩვენებელი როგორია? დიდი სიამოვნებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ინფლაციით დავიწყეთ, იმიტომ რომ მოგეხსენება თუ გამოქვეყნდა საქსტატის მიერ ივნისის მონაცემი და შეხედათ რომ ინფლაცია ცოტა მომატებულია მიზნობრივთან შედარებით, მიზნობრივი არის თარგეტი, ანუ სამიზნე, რომელსაც ეროვნული ბანკი ახდენს ეკონომიკაზე დაკვირვებასაც და ზემოქმედებასაც არის 3%. ჩვენ ბოლო წლებში დაბალი ხონდა ინფლაცია სხვათაშორის გასულ წელსაც და იმის წინა წელსაც 3%-მდე იყო. თუმცა ოჯახა ივნისის მაჩვენებელია 4%-ია ის. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი თუ და მომატებულია. მაგრამ ჩვენ რეალურად რა გამოიწვია ალბათ ეს არის საინტერესო. ზოგადად ინფლაციაზე ზეგავლენას ახდენს საწურთო პროდუქციის ფასი მაგალითად და ძირითადად მაინც ინფლაცია, რომელიც არის დღევანდელი მონაცემით 4%. ძირითადად გამოწვეული არის ზუსტად საწურთო პროდუქციის და იგივე ბოსტნეულის მაგალითად შედარებითი გაძვირებით და ეს მოსალოდნელიც იყო ინფლაციის ეს გაძვირების სცენარი. გამომდინარე იქიდან რომ მარტიდან საწურთო პროდუქციაზე გლობალურ ბაზრებზე ფასი არის გაზრდილი. ამან გამოიწვია პირველ რიგში ჩვენ გვახსოვთ მარტში პურის ერთჯერადი გაძვირება როცა მოხდა, ანუ პურზე და პურ პროდუქტებზე და შემდეგ შესაბამისად საწურთო პროდუქციაც გაძვირებულია, იგივე იმპორტია. ანუ იმპორტული ინფლაციის ზეგავლენაა, აქ არის საუბარი ზეთზეც, კარაქზეც, შაქარზეც, ყავაზეც და პროდუქციაზე. თევზეულზე მაგალითად ასევე მომატებულია, მაგრამ ძირითადად მაინც რა იყო პროცენტულად, მაინც საწურთო პროდუქცია არის შედარებით გაძვირებული დაახლოებით 10%-ით. ამათ გამოიწვია შესაბამისად ზეგავლენა მოახდინა მის ბაზისურ მაჩვენებელს, ანუ ყველა პროდუქციის მიხედვით საშუალო ფასზე. მაგრამ როცა ერთი მხრივ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ინფლაცია არის გაზრდილი, მეორე მხრივ ინფლაციას აბალანსებს სხვა ფაქტორები, ეს არის მაგალითად დოლარის გლობალური ინდექსი, რომელიც არის შემცირებული და ნედლეულზე პირველ რიგში საწვავზე ფასების შემცირება. ანუ როცა ჩვენ საუბრობთ ინფლაციაზე და გვაინტერესებს ხვალ რა მოხდება ანუ ახლოს პერიოდში, უნდა ვთქვათ, რომ ერთი მხრივ თუ ინფლაციას ასტიმულირებს ეს სუფთაზე ფასების და გარკვეულწილად მომსახურების სერვისების გაძვირებაც, მეორე მხრივ ბალანსდება დეფლაციური პროცესების, რომელიც ხდება იგივე ნედლეულზე, მათ შორის ნავთობის ფასებზე და დოლარის შეწუხების ტენდენციებზე. ანუ ლარის გამყარება არის ის მეორე ფაქტორი, რომელიც ახდენს აი ამ ინფლაციური პროცესების დაბალანსებას, ანუ შემცირებას. აქედან გამომდინარე პროგნოზი მაინც იგივე ეროვნული ბანკის პროგნოზი შეიძლება იყოს ამ წლის განმავლობაში იქნება საშუალო 3.8%. და მე რა უკვე საშუალო ვადიან პერსპექტივაში ის ისე დაიწევს მიზნობრივ მაჩვენებელში, მე გულისხმობ 3%-იან მაჩვენებელზე. თუ საუბარია ეს რამდენად რეალისტურია ეს სცენარი, უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ რეალისტური სცენარია. ყოველ შემთხვევაში თუ ინფლაციის მაჩვენებელი შენარჩუნდება ცოტა მაღალზე. ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი, რომ მან მოახდინოს ინფლაციის დაკორექტირება. ანუ შემცირება, იმიტომ რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ის კანონმდებლობა და მთავარი ფუნქცია არის ფასების სტაბილურობა. 3.8%, რაც არის პროგნოზი წლის ბოლომდე, ეს არ არის რაღაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ეს არის დაახლოებით 3%-ის ირგული შეიძლება ვთქვათ ინფლაციის მოძრაობა. აქედან გამომდინარე ჩვენ რაიმე განსაკუთრებულს აი წლის ბოლომდე, ახლა პირველი ნახევარი გავლილია, წლის მეორე ნახევარზე შეიძლება ვისაუბროთ, ალბათ ეს ტენდენცია იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძირითადად მაინც არის გამოწვეული
ინფლაციის იმპორტით, რომელიც ძირითადად საცურსათო პროდუქციის ძირითადი საცურსათო პროდუქციის ნაწილზე აისახა. ეხლა რაც შეეხება ეკონომიკას, ეკონომიკა ბუნებრივია ინფლაციაზე როცა ჩვენ საუბრობთ, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ამ ინფლაციურ სცენარზე ზემოქმედებს, ეს არის ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ხედავთ, რომ წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. პირველი 5 თვის მიხედვით არის 8.1%, პირველ კვარტალში საერთოდ 9%-ზე მაღალი იყო, 9.3% იყო. ალბათ ივლისში უკვე გამოქვეყნდება იმისთვის ბოლოს, როგორი არის მეორე კვარტლის მონაცემიც, ანუ პირველი 2 კვარტალი გვეცოდინება, სავარაუდოდ ის ალბათ 9%-მდე იქნება, საკმაოდ მაღალია სხვათა შორის, ეს ყველაზე მაღალია სოფლიოში, რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ასევე ევროკავშირში. ასე რომ, თუ ერთი მხრივ ინფლაციაზე გავლენას ახდენს, ესე ვთქვათ, ინფლაციური პროცენტებზე. იმპორტირებული ინფლაცია, ანუ საცურსათო პროდუქციის გაძვირების შედეგად წარმოქმნილი ძირითადი ფაქტორი, მეორე მხრივ ეს ფაქტორი ბალანსდება, ანუ ამცირებს ამ ინფლაციის მოლოდინს, ან ინფლაციურ აჩვენებელს. შესუსტებული დოლარი, რაც არის დღეს ტენდენცია გლობალურ ბაზრებზე. მეორე მხრივ ნედლეულზე ფასების შემცირება და პირველ რიგში ნავთობპროდუქტებს გულისხმობ, რომელიც ასევე უფრო დეფლაციური პროცესია, ანუ ერთ მხრივ არის ინფლაციური, მეორე მხრივ დეფლაციური. აი ეს უნდა შევხედოთ. და ბუნებრივია მაღალი ეკონომიკური ზრდა ასევე ხელს უწყობს ამ პროცესს. ასე რომ ეკონომიკის შეფასება ინფლაციასთან ერთად რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ როცა არის მაღალი ზრდა და ინფლაცია არის დაბალი, მას აქვს ყოველთვის მაღალი ეფექტი. და როცა არის მაღალი ზრდა და მაღალი ინფლაცია, ფაქტურად ამბობენ, რომ თან ამ ეკონომიკის თელ სარგებელს ინფლაცია ჭამს. ანუ გაზრდილ ხელფასებს რა ჭამს? მაღალი ინფლაცია. ანუ ხარჯები. და როცა არის მაღალი ზრდა, ეს ნიშნავს, რომ იზრდება საშუალო ხელფასი, იზრდება შემოსავლები და ბუნებრივია თუ საცურსათო პროდუქცია და ზოგადად სამახმარებლო ფასები იქნება დაბალი, ეს არის კარგი. ეხლა ეკონომიკის რა პროგნოზი გვაქვს? წლის ბოლომდე სავალუტო ფონდის პროგნოზი ჩვენ ვიცით, რომელიც გამოქვეყნდა და ვიცით, რომ ეს არის 7.5%. ანალოგიური გათვლა აქვს იგივე საქართველოს მთავრობასაც და ჩვენ შევაფასოთ ეს როგორც კონსერვატორული მიდგომა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის სავალდებულო 7.5% იყო წლის ბოლოს. შეიძლება მეტიც კი იყოს. იმიტომ რომ წინა წლებში როცა იყო წინასწარი პროგნოზები იგივე სავალუტო ფონდის, ეს მაინც კონსერვატორულად ითვლება, ანუ უფრო თხილ და მოზომილ შეფასებად მაგალითად იგივე შანშანში, მათზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ასე რომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ წელსაც ეკონომიკური ზრდა მაღალი იქნება დაახლოებით 9%-ის ფარგლებში ჩვენი შეფასებაა. და მეორე მხრივ, რა იძლევა ამის საშუალებაც, ალბათ თქვენ ერთმა გაგიჩნდებათ, პირველ რიგში არის მნიშვნელოვნად გაზრდილი ექსპორტი. და ადგილობრივი ექსპორტი მათ შორის. ექსპორტი პირდაპირ ზემოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე, ერთ როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი და ექსპორტის ზრდა იმითაც არის მნიშვნელოვანი, ადგილობრივი წარმოების შეფასება ხდება. ანუ ფაქტურად ადგილობრივი წარმოება უფრო მეტ პროდუქციას უშვებს, რომელიც იყიდება უცხოეთში და ექსპორტის ზრდა არის საგადახდელო ბალანსზე დადებითად მოქმედებს და ასე ვთქვათ, უცხოური ვალუტის შემოდინებაზე. იც რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ექსპორტის და სავალუტო კურსი ჩანს. ჩვენ ხედავთ, რომ ლარის კურსი არის სტაბილური და უფრო გამყარებისკენ, ვიდრე მაგალითად გაუფასურებისკენ. სტაბილური გაცვლითი კურსი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იგივე ინფლაციის შეფასებისას. იმიტომ რომ თუ კურსი გაუფასურდება, ბუნებრივად პირდაპირ აისახება სამხმარებლო ფასებზე, განსაკუთრებით მისი იმპორტირებული ნაწილზე. ამიტომ
მყარი გაცვლითი კურსი ამ შემთხვევაში მე მგონი სტაბილური. საიდან წარმოიქმნება? პირველ რიგში ეს არის ექსპორტის ძის შედეგად, ეს არის საქონლის ექსპორტი და მეორე მომსახურების ექსპორტის ძალიან მაღალი მაჩვენებელია საერთაშორისო ტურიზმის ხო? უკვე აი წლის პირველი ნახევარში უკვე სარეკორდოა გასული, მას გაცილებით მაღალია, ვიდრე თქვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ეს არის ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს სავალუტო შემოძინებაზე და ზეგავლენას ასევე სავალუტო კურსს, იმიტომ ამბობს სავალუტო კურსს, რომ გაცვლითი კურსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც ეკონომიკისთვის, ისევე ინფლაციის რეგულირებისთვის. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, რომელიც არის ეკონომიკისთვის პოზიტიური, ანუ ამათ ჩვენ ვეძახით ფუნდამენტურ ფაქტორებს, აი ინფლაცია არის ფუნდამენტური ფაქტორი, მაგალითად, ისა გაცვლითი სავალუტო კურსიც, ექსპორტი, როგორც გითხარით, ანუ საგადამხდელო ბალანსიც და რეალურად ეს რას აჩვენებს? ეს აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ტურბულენტური გარემო, საერთაშორისო დაძაბულობის შედეგად მე გულისხმობ საერთაშორისო კონფლიქტებს, რომელიც ჩვენ რეგიონში თან ახლოს ვითარდება, როგორც უკრაინაში, ისე ახლო აღმოსავლეთში, მიუხედავად ამ მაღალი რისკებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება. ეს რაზე არის? რაც მიანიშნებს? მიანიშნებს, რომ იგივე ექსპორტის და ნიშნავს იმას, რომ როგორც საექსპორტო ქვეყნების არეალია გაზრდილი, ანუ დივერსიფიცირებულია უფრო ჩვენი საექსპორტო სტრუქტურა, ასევე თვითონ საქონლის ანუ ჩვენი საექსპორტო საქონლის რო შევაფასოთ, მისი ასორტიმენტი არის გაზრდილი. ანუ ძირითადად თუ ადრე ღვინო და ღვინო მასალები იყო, დღეს გარდა სხვა ბევრი პროდუქციაც გადის უცხოეთში, მათ შორის საცურცათო პროდუქციაც გადის უცხოეთში და ძირითადად დაკავშირებულია იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოების, ესე ვთქვათ, სტიმულირება ხდება, ის აწარმოებს საქართველოში პროგრამა, როცა არის საუბარი, ფაქტურად მისი შედეგია ის, რომ გასულ წლებში როცა ხდებოდა მცირე და საშუალო ბიზნესის განსაკუთრებით დაფინანსება, ეს აისახა თვითონ მცირე და საშუალო ბიზნესის ხვედრიცის მთლიან ეკონომიკის გამოშვებაში. 60%-ია უკვე. ანუ მცირე ბიზნესის ხვედრიცის ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, და ეს არის დაახლოებით ეს საერთაშორისო დონე, იმიტომ რომ საერთაშორისო მაჩვენებელი ძირითადად განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები დგანან არა მსხვილი ბიზნესის კონტრიბუციაზე, არამედ მცირე ბიზნესის, რომელიც არის დასაქმების მთავარი კონტრიბუტორი. ყველანი დამსაქმებელი არის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი და 60-65%-ია აი რა ვიყოთ საერთაშორისო ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები მაგალითად და ჩვენ ისო 60%-ია უკვე. ეს არის ძალიან კარგი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ეკონომიკა დივერსიფიცირებულიც არის და დასაქმებისკენ მიმართულია. როცა ინკლუზიური ზრდაზეა ლაპარაკი, ამაზეა საუბარი. ინკლუზიური ზრდის ფაქტორია, ის აისახება არა მცირე ჯგუფებზე, არამედ აისახება მოსახლეობის უფრო ფართო ფენებზე და აქედან გამომდინარე ესეც არის პოზიტიური ფაქტორი, რომელიც საშუალებას იძლევა მის შეფასებისთვის, თუ როგორ იქნება მომავალ წლებში ჩვენ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და აქაც ვიტყვი, რომ იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ძელვადიანი პროგნოზით და გულისხმობ 2030 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონში და ევროკავშირშიც საშუალოდ 5.5%, ეს არის საშუალო მაჩვენებელი, ჩვენ მეციც იყოს. აი ეს უკვე ნიშნავს, რომ იგივე 2030 წელს ჩვენ ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი ერთსულ მოსახლეზე იქნება საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან ახლოს. ბიუჯეტი გაიზრდება სავარაუდოდ იქიდან რომ ეკონომიკა გაიზრდება, პროგნოზი არის მოგეხსენებათ, უკვე ლაპარაკი არის 130 მილიარდ ლარზე, ჩვენ ეკონომიკის მაჩვენებელი იქნება და დასაქმება იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული. აი ამ ტენდენციით, რადგან ახლა ჩვენ საუბრობთ, დღეს არის დასაქმების მაინც ცოტა მაღალი დონე საშუალო ევროპულთან
მოგეხსენებათ და აი ამ წლებში დასაქმების მაჩვენებელი შემოვა სავარაუდოდ 5-6%-ზე ეს არ უკვე აი საშუალო ევროპულ და დაბალი მაჩვენებელიც კი არა. აი ეს ზოგადად ეკონომიკური ტენდენციები რომ იმოგვიყვანს ყველას აინტერესებს ხო მუშაობა როგორი იქნება შემოსავლები როგორი იქნება აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან კაი პერსპექტივა გვაქვს. ბატონო გიორგი, ინფლაციასთან დაკავშირებით ვკითხავ, მოიგონდა მაჩვენებელმა ცოდათი, აი პირველ ერთხელ უფრო დაწვრილ რომ განვიმარტოთ მოსახლეობაზე როგორ აისახება ეს? როგორ? ინფლაცია როგორ აისახება მოსახლეობაზე? ხო, ხა ინფლაცია გაინტერესებს, კიდევ ერთხელ ვამბობ. 3.8% არის პროგნოზი წლის მაჩვენებელს. ეს ეროვნული ბანკის პროგნოზია. 3.8% ინფლაციის არ არის მაღალი პროცენტი. გამომდინარე იქიდან რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. ჩვენი თარგეტი, ანუ მიზნული მაჩვენებელი არის 3%. ანუ ეკონომიკა რო ფუნქციონირებდეს წარმატებით და კონდეს მაღალი ზრდა, ინფლაცია არის 3%-ის ფარგლებში. მე ვისაუბრე დაბალი ინფლაციის ეფექტზე ეკონომიკურ ზრდაში. მაგრამ ეროვნულ ბანკს თუ მოხდა აი ამ მაჩვენებლიდან გადახვევა, რაც ნაკლებად სავარაუდო სცენარია, მე ახსენი კიდევაც რა ფაქტორები ზემოქმედებს ინფლაციაზე, აქ ყველა ბერკეტი აქვს რომ მასზე ზემოქმედება მოხდეს, მათ შორის მონეტარული განაკვეთით. ერთ-ერთი ბერკეტი არის ხოლმე, თუმცა ინფლაცია ცოტა ზევით ადის, ეროვნული ბანკი აძვირებს ხოლმე მონეტარულ განაკვეთს და რო არ ელოდება ეროვნული ბანკი ასე ვთქვათ, მაღალი ინფლაციურ სცენარს აქედანაც ჩანს. საიდან ჩანს არ ელოდება მაღალი ინფლაციურ სცენარს. თუმცა მან მონეტარული განაკვეთი ივნისში დატოვა 8%-იან ნიშნულზე. აი რო ელოდებოდეს, მაშინ ეროვნული ბანკი უბრალოდ გააძვირებდა. თუნდაც ნახევარი პროცენტული პუნქტით მონეტარულ განაკვეთს. აი ეს არ უნდა შეფასდეს ინფლაცია. რა შეეხება კიდევ ერთ არანაკლებ საინტერესო საკითხს არის აი ამ ბოლო დღეებში აგორებული თემა, ნუ ევროპარლამენტის რეზოლუციას გულისხმობ, რომელიც საქართველოსია მიღებული, ნუ მე რომ ვკითხოთ საკმაოდ ტენდენციური რეზოლუცია, ძალიან ბევრი მიმართულებით, ფაქტურად იგივე სანქციების თვალსაზრისით, მაგრამ იქ არის საუბარი, სადაც ჩვენ გავკვევთ აჯიოტაჟიათ და SWIFT-ის გათიშვაზე. მე განმარტო SWIFT-ი არის გლობალური ბანკთაშორისი სატელეკომუნიკაციო სისტემა და SWIFT-ის გათიშვა და რეზოლუციაში წერია, როცა ევროპარლამენტი იღებს აი ამ რეზოლუციას, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ის რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის ქვეყნებს. ეს რეკომენდაციის ხასიათია, მეტი არაფერი, ეს არ არის რაღაც სავალდებულო, მაგრამ არ არის სასურველი, როცა ტენდენციური გადაწყვეტილება იღებენ, იმიტომ რომ SWIFT-ი არათუ საქართველოს შეიძლება გაეთიშოთ, რუსეთისთვის და ბელორუსისთვისაც არ გაუთიშიათ. იქ უბრალოდ რამდენიმე ბანკს, თქვათ რუსეთში, იმ საერთაშორისო სანქციების შედეგად, რამდენიმე ბანკს, რომელიც ძირითადად ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტზე მუშაობდნენ, მათი ნაწილის, ესე ვთქვათ, გათიშვა მოხდა SWIFT-ის ქსელიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. რაც შეეხება საქართველოს საერთაშორისო SWIFT-ის გათიშვის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს საერთაშორისო სანქციების თავის არიდება. ნუ აქ გულისხმობ საფინანსო სექტორში. ყველა საერთაშორისო შეფასებით. ეს იქნება სავალუტო ფონდის შეფასება, მსოფლიო ბანკის შეფასება, ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასება, თუ წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების შეფასება, საქართველოს საბანკო საფინანსო სექტორი დღეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სექტორად, ზუსტად საერთაშორისო სანქციებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. ეს გულისხმობს როგორც ზედამხედველობას თვითონ საბანკო სექტორის ადგილზე და დისტანციურადაც, ისე ზოგადად საერთაშორისო შეფასებებს. ამიტომ არის განცხადება, რომ იგივე ეროვნული ბანკის რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ მოხდეს SWIFT-დან გათიშვა და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ თვალსაზრისით, ზუსტად ამ ფაქტორებთან გამომდინარე. არანაირი საფუძველი არ არსებობს და უფრო მეცად გეტყვით,
როგორ ჩააცით ამ რეზოლუციის ავტორებმა, არ ვიცი, აქაურმა თუ იქაურმა თუ ერთად, გადაამლაშეს ნამეტანად ამ ჩანაწერში და ამას მოყვა შემდეგ, აი, თუნდაც ბოლო დღეები რომ ნახოთ, იგივე ოპოზიციურ მედიაში ოპოზიციის მხარდამჭერი ექსპერტების მიერ ამ ნაწილით განმარტება. და თვითონ იქაც არის აღნიშნული, რომ ითქვას სიმართლე, რომ ამის გათიშვის არანაირი საფუძველი არ არის. ეს არ არის მხოლოდ მაგალითად ეროვნული ბანკის პოზიცია, თვითონ ოპოზიციაც კი, რომელიც გახარებული უნდა იყოს ერთი შეხედვით აი ამ ტიპის სანქციებით ქვეყნისთვის. იქაც კი ობიექტურობას არ უღალატეს ბოლომდე და იქაც არის მინიშნება, რომ აქ მინიშნება განმარტება, რომ SWIFT-ის ჩახსნა, როგორც გლობალური ბანკთაშორისო სატელეკომუნიკაციო სივრციდან ეს არის უბრალოდ ნონსენსი. აი ამის გამო, ამიტომ არანაირი პანიკის და ამის გავსი საფუძველი არ არსებობს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ როცა საუბრობ საერთაშორისო სანქციებზე, საქართველოს არის მიერთებული, როგორც კი პირველი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა და ევროსაბჭომ. ეგულისხმობს საფინანსო სექტორში. არც ერთი მაგალითი, რომელთაც შეიძლება ყოფილიყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოს საბანკო საფინანსო სექტორი არ ღვევს ამ შეთანხმებას საერთაშორისო სანქციებზე. არ ყოფილა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ მაგალითად ითვლება საქართველოში საერთაშორისო სანქციების აი ამ რეჟიმთან თანამშრომლობა. აი ეს მინდოდა მეთქვა. თქვენ